მესაზღვრეებს, მივესალმებით პატივცემულ ელჩებს და მოწვეულ სტუმრებს. დღეს ჩვენ ერთად მოვისმინეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ მიმდინარე წელს მიღწეული ძალიან შთამბეჭდავი წარმატებების შესახებ. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელს გენერალ-მაიორ ზურაბ გამეზარდაშვილს. მე მადლობას მოვახსენებ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დამცველებს. ჩემო ძვირფასებო, ჩვენი საზღვრების ურღვეობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დიდად არის დამოკიდებული თითოეული თქვენგანის პროფესიონალზე, თქვენს პასუხისმგებლობაზე და თქვენს თავგანწირვაზე. მე მინდა ასევე დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ხელმძღვანელ პირს, რომელიც ჩართული იყო უშუალოდ ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. მინდა ასევე მიმართო შეერთებული შტატების ელჩს ბატონ რიჩარდ ნორლანდს. სულ ახალ ხანს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების გემების საქართველოში მეგობრულ ვიზიტის დროს დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გავაცანი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წვლილი. კერძოდ ვისაუბრე იმ დახმარების შესახებ, რომელსაც თქვენ უწევთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. და სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით აღეჭურვა სასაზღვრო პოლიციის საზღვრის მართვის სისტემის კავშირგაბმულობა, თანამედროვე ტექნიკით და დასრულდა მონტაჟი. ეს გაცილებით ეფექტიანს და მოქნილს გახდის სახელმწიფო საზღვრის ოპერატიულ მართვას. ეს რა თქმა უნდა იქნება მართვის და კონტროლის იმ გლობალური სისტემის საფუძველი, რომლის იმპლემენტაციას ჩვენი მთავრობა ახლო მომავალში გეგმავს. აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ელჩს ჩვენი სანაპირო დაცვის კუთხით განხორციელებული არაერთი პროექტისათვის. მე მინდა გითხრათ, რომ 2014 წელს აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 10 ახალი საზღვრო სექტორი. ესენი არის 2 საზღვრო სექტორი საქართველოს თურქეთის საზღვარზე, 3 სექტორი სომხეთის საზღვარზე, 2 სექტორი საქართველოს აზერბაიჯანის საზღვარზე და 3 სექტორი საქართველოს რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე. და მხოლოდ წელს საზღვრო ინფრასტრუქტურაში დაიხარჯა 13 მილიონი ლარი. აქვე მინდა აღნიშნო, რომ წლების განმავლობაში სასაზღვრო სექტორებს და მესაზღვრეებს არ ეთმობოდა სამწუხაროდ ყურადღება. დღეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია წლების განმავლობაში დამკვიდრებული ის მანკიერი მიდგომა, რომ ის მონაკვეთები, რაც არ ჩანდა, მასზე სახელმწიფო დიდად აზრუნავდა. ჩვენ 2014 წლის თებერვლიდან მნიშვნელოვნად გავზარდეთ მესაზღვრეების შრომის ანაზღაურება და გავაუმჯობესეთ მათი სამუშაო პირობები. თუნდაც ის, რომ საზღვრო პოლიციას არ ყავდა შეუმფრენები. მაშინ როცა ჩვენ დასასრცხვილოდ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი 40 მილიონ ევროთ ყიდულობდა 2 ვერტმფრენს საკუთარი საჭიროებისთვის. ეს იმ დროს, როცა ჩვენს მესაზღვრეებს არ ყავდათ ვერტმფრენები. სწორედ ჩვენი მთავრობის დროს პრაქტიკულად ყველა შეუმფრენი იქნა გარემონტებული, სწორად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით და ამაში დაიხარჯა დამატებით 7 მილიონი ლარი. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო საზღვრის დაცვაში მონაწილე მესაზღვრეებს 2 ეტაპად 25 და 30%-ით გაეზარდათ თანამდებობრივი სარგოები. აქვე მინდა აღნიშნო, რომ აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ნოემბრის ბოლოს იწყება საქართველოს და აზერბაიჯანის შორის 5 სასაზღვრო სექტორის მშენებლობა და ასევე იწყება საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დემარკირებულ საზღვარზე ინფრასტრუქტურის მოწყობა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის. წელს ჩატარდა სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციაც. მიუხედავად ამისა, პატივცემულ ელჩებო, თქვენი ქვეყნების მთავრობების თანადგომა და დახმარება ამ საკითხში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.